ჩატარდა არჩევნები 99 წლის მარტვილიდან ხართ ხო წარმოშობით. მარტო მარტვილში 10,000 ხმა ავიღეთ. გადავლახეთ 7%-იანი ბარიერი. ეს ოქმები გვაქვს ყველაფერი. თან დროს გამოაცხადეს შედეგები, რომ რეწოლებმა გადალახეს თურმე ბარიერი და ჩვენ ვერ ვლახავთ. ნუ რა თქმა უნდა ეს იყო გარკვეულად შოკი. მერე ისევ მომადგა პარტია. მართალი მე მიღალატეს იმათ, მაგრამ ნუ პარტია თქვენი თუ სხვისი პარტია მე? ჩვენი. რო ერთადერთი გზა არის რომ ჟვანიას დაველაპარაკოთ, რომ პარლამენტში შეგვიშვას. მე ვთხარი აბა როგორ უნდა დაველაპარაკო ახლა ჟვანიას მე. სად უნდა დაველაპარაკო? ეგ ძალიან იოლეო, აგერ საცურო ბასენზო, ლაგუნა ვერეზე და ის რა ქვია, გველოდებო. მე ვთხარი საცურო აუზზე რატომ უნდა დაველაპარაკო ჟვანიას? არა, იქო ის არისო, რა ქვია, რაღაცა კაბინეტიო თუ ოფისიო და იქ დაველაპარაკებო, განა იმაშიო, წყალშიო, ხო? დამშვიდი წოდე ხლეს. წავედით ამ ლაგუნა ვერეზე. მეორე შესასვლელი ქონე, მე ხლა სუცურაზე დავდიოდი მთელი ცხოვრება და ის კარები არ ვიცოდი, მე ყოფილა VIP აი ეს მაღალი პერსონებისთვის შესასვლელი. ნუ მოკლედ ხედავ სუფრა გაშლილი, წითელი ხიზილალიდან დაწყებული შავი დაგვირგვინებული და თუკი სოფლიოში რამეა თევზის დელიკატესი ყველაფერი გაშლილი ჟვანიასთვის. და ცოტა ხანში გავამბობდა ეს ჟვანიას ხალათ ჩაცმული ირანის შახივით, ჩაეშვა ამ სავარძელში მძიმე მორჭმული სახით. ვერ ლახავთ ბარიერს, ვერ ლახავთ და პაუზა. ეხლა უნდა უთხრა რომ მოდი რა გადაგვალახია შენი ჯერიმე და მონები და ხელით მართული ოპოზიცია ვიქნებით თქვენ, რასაც გვიბრძანებთ. რისი გარანტიებიც ჰქონდათ ამ რეწოლებიდან და ამ ივანიშვილის ჯგუფიდან. მე ვთხარი შენ თუ ეგ ჯერა რომ ჩვენ ბარიერს ვერ ვლახავთ. აი სოფლის კოორდინატორიც კი არ უნდა იყო. არათუ უმაღლეს პოლიტიკაში. რამდენი დაგიწერათ, რამდენი გაკლდებათ ამ დროს? 7%-ია ბარიერი. 7%-ია ბარიერი. დაგვიწერეს 6 და 99. წავედი სასამართლოში. ეს ოქმები გასინჯა სასამართლო, მოსამართლეა, ორი მსაჯული იყო ეძინათ გათენებამდე დარბაზში დაგტოვეს. და უცბად საიდანღაც დაურეკეს ამ მოსამართლეს, ვიღაცა მოვიდა, წერილი მოუტანა და ღამის 4 საათზე შეწყვიტეს ოქმების გადათვლა, რო დაინახეს, რომ იქ იყო გადალახული ბარიერი, შეწყვიტეს ოქმების გადათვლა, პროცესი დაამთავრეს, შესვენება გამოაცხადეს, გამოვიდნენ და წაგვიკითხეს ვერდიქტი, რომ ბარიერი არ აქვს გადალახული. ეს ჟვანიასთან შეხვედრის მერე ხდება თუ მანამდე? ჟვანიასთან შეხვედრის მერე. რა იყო მისი შემოთავაზება? ვერ ლახავთო ბარიერსო და უნდა მოვილაპარაკოთო თანამშრომლობის ფორმატზეო. იქნებ რას გთავაზობდათ? რა შემოგთავაზა? თვითონ ეგ არც მოგისმენიათ? იქნებ არ გთავაზობდათ ამას? არა, ნუ ყველა ვარიანტში მაგას თავაზობდა, მოლაპარაკება მათი გაგებით ნიშნავდა ამას, რომ იქნებოდი ხელით სამართავი ოპოზიცია, როცა დაჭირდებოდა დაგაჭყილებდნენ, როცა დაჭირდებოდა გაგაჩუმებდნენ. დარჩა ის თავისი მხიზილელასთან და იმ მაგიდასთან, მოკლედ დაამშვიდობა და მე ვთხარი ეს არ დამთავრდება, შენთვისაც მათ შორის კარგად გაითვალისწინე მეთქი. და ისე აგიხდეს ყველაფერი კარგი, რაც ნუ სამწუხაროდ ცუდად აუხდა.